ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შევქმნათ KMZ ფაილი ArcMap-ში, რომელსაც შემდეგ ავტვირთავთ Google-ის პროგრამაში, რასაც თან დავუთავთ პირობით ნიშნებს. პირველ რიგში შევქმნათ KMZ ფაილი. KMZ ფაილს ამ შემთხვევაში ვქნით shape ფაილიდან. shape ფაილები, რომელიც შემოტანილი გვაქვს ArcMap-ში, layers ჩამონათვალში და გვაქვს დაგრუპული layers group-ში. ანუ ერთად დამოყრილი ეს shape ფაილი. თუ კი გავაკეთებთ ცალკეულ shape ფაილზე, მხოლოდ იმ კონკრეტული shape ფაილის KMZ ფაილი იქნება ჩამოტვირთული და თუ კი ერთობლივად გავაკეთებთ ყველა shape ფაილზე, მაშინ უნდა ავირჩიოთ ამ layers group-ის დასახელების სრული და დავაწყაბოთ მარჯვენა ღილაკით. ვაძლევთ save as layers file, ანუ ვინახავთ layers ფაილად პირველ რიგში ყველა shape files. კი ბატონო, იყოს ოპტიკური ქსელი ერქვას. შემდეგ უკვე შევდივართ Arc Toolbox-ში, ვირჩევთ Conversion Tools, შემდეგ ვირჩევთ to KML და ვირჩევთ Layer to KML. ამ ფუნქციის საშუალებით ჩვენს მიერ შენახულ layers files გადავიყვანთ KMZ ფაილში. პირველ ზოლში ვირჩევთ უკვე შენახულ layers, რომელიც შევინახეთ, ვამატებთ. მეორე ზოლში output file ვირჩევთ ადგილს თუ სად უნდა შეინახოს KMZ ფაილი. დავარქვათ პროექტი. აძლევთ save და აწვევით OK-ს. ჩამოიტვირთა KMZ ფაილი, ახლა უკვე გადავიდეთ Google-ის პროგრამაში, სადაც ავტვირთავთ ამ ფაილს. აქ გვაქვს KMZ ფაილი, რომელიც ჩვენ შევქმნით ჩვენი shape ფაილიდან. აგრეთვე გვაქვს screenshot-ი პირობითი ნიშნების, რომელსაც წინასწარ გავამზადებთ ჩვენი ნახაზიდან და შევინახავთ JPG ფორმატში. და აგრეთვე გვაქვს გამზადებული ტექსტური ფაილი, რომელშიც ვსვამთ ჩვენი სურათის მისამართს, ვაკოპირებთ შემდგომ Google-ში, რათა გამოჩნდეს პირობითი ნიშნები. ხა ვიქცევით შემდეგნაირად. ვაწვევით screenshot-ის ვაწვევით მარჯვენა ღილაკით, შევდივართ property-ში, გადავდივართ menu security-ზე და object names ვაკოპირებთ სრულად. ანუ ჩვენი ფოტოს მისამართს. დავაკოპირეთ. შემდეგ შევდივართ ტექსტურ ფაილში და აი ამ ზოლში აქედან აქამდე ვსვამთ აი ამ დაკოპირებულ links, რომელიც ავიღეთ ფოტოს მისამართიდან. შემდეგ უკვე ვაკოპირებთ სრულად ტექსტს და გადავდივართ KMZ ფაილზე, ვხსნით KMZ ფაილს. აი აქ ჩანს უკვე ჩვენი შენახული shape ფაილი, რომელიც გადავიყვანეთ KMZ ფაილში, გამოისახა Google-ის. ეხლა გვინდა რომ აქვე გამოგვიჩნდეს პირობითი ნიშნების screenshot-იც. ამისთვის ვიქცევით შემდეგნაირად. ვაწვევით temporary place მარჯვენა ღილაკით და ვაძლევთ past. ანუ სვამთ აქ იმ ტექსტს, რომელიც დავაკოპირეთ
ტექსტური ფაილიდან. აი ჩვენი პირობითი ნიშნებიც გამოჩნდა Google Ezis პროგრამაში. ეხლა ვაკეთებთ ამ ყველაფრის შენახვას. ვაწვევით ისევ temporary place მარჯვენა ღილაკით და ვაძლევთ save place as. ვინახავთ და ვარქვათ პროექტი. Save. ეხლა გავთიშოთ Google Ezis და ჩავთვით ხელთავიდან უკვე აწყობილი ფაილი. აი აქვე გამოჩნდა ჩვენი პირობითი ნიშნებიც, შეტანილი shape ფაილებიც. სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებებს.